მედიაკავშირი ობიექტივი მაუწყებლობას განაგზობს FM 105-დან და ასევე ინტერნეტ მისამართზე ობიექტივი წერტილი.net. მე გახლავართ ჟურნალისტი ნინა ცხოიძე და როგორც ყოველთვის ხუთშაბათ საღამოს 21 საათიდან 23 საათამდე წარმოგიდგენთ გადაცემას ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია. ჩემი პირველი საათის სტუმარი გახლავთ ჩემი კოლეგა, ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ელგა ფოლადიშვილი, რომელიც ეხლახან დაბრუნდა საბერძნეთიდან და მე მაქვს პატივი მის გადაცემამდე იყოს ის ჩემი გადაცემის სტუმარი და შევიტყო რამ განაპირობა მისი დაინტერესება ემიგრაციით, მისი მივლინება საბერძნეთში, რა ნახა მან, რა ახალი ამბავი გაიგო ჩვენი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასთან დაკავშირებით და როგორია მისი თვალით აღქმული ემიგრაცია და ემიგრაციის თვალით აღქმული ქართული პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი ძირითადი თემები დღეს. მე შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს და ინტერნეტ მაყურებლებს, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ გადაცემაში მონაწილეობა, თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ 2.14.40.86-ზე ან 2.18.13.42-ზე, ხოლო ინტერნეტით თქვენ შეგეძლებათ წერილობით მომწეროთ თქვენი შეკითხვები Skype-ით ემიგრანტები 2, ხოლო ჩართვის სურვილის გაჩენის შემთხვევაში თქვენ უნდა შემოგვეხმიანოთ ობიექტივის Skype-ზე მართალი ადამიანები. ელგა, მოდი დავიწყოთ თავიდან, ჩემთვის იყო სიურპრიზი მართალი გითხრა და გამიკვირდა რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მოკლე ვადებში მოახერხე შენ მივლინების განხორციელება. აი რამ განაპირობა კონკრეტულად საბერძნეთით დაინტერესება, ეს იყო წიგნთან დაკავშირებული, რომელიც შენ გამოუშვი და მე ფიქრობდი, როცა გავიგე რომ შენ საბერძნეთში წახვედი, გამახსენდა მაშინათო რომ შენ მეკითხებოდი, ჩემი ჟურნალი როცა გამქონდა, როგორ ხდება, მაგრამ შენ არ ყოფილხარ ათენში და სალონიკში, როგორც ვიცი, ხო? იყავი იქაც? იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ კუნძულებზე იყავ. აი კუნძულების დასვენების ანუ დასვენებაც მოასწარე. კი, ესე გამოვიდა. ძალიან საინტერესო მასალა. პირველ რიგში მივესალმები ჩვენ მსმენელსა და მაყურებელს, ჩემთვის ძალიან მონატრებულს, იმიტომ რომ ერთვეზე მეტი ამ სტუდიაში არ ყოფილვარ. იმედია დავბრუნდები ჩვეულ რეჟიმს და ჩემ ჩვეულ ეთერს წავიყვან შესაბამის დროს, როდესაც მე იმყავს ხოლმე ეს ეთერი, რაც შეეხება ჩემი ვიზიტის მიზანს. ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო ჩემი წიგნის პრეზენტაცია ქართველ ემიგრანტებთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რატომ დავიწყე საბერძნეთში წერილები საქართველოს. წერილები საქართველოს. მე მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ, საკუთარი თავის პიარი დიდად არ მეხერხება და ამიტომ დავიმორცხო. ჩვენ სხვების პიარი უფრო კარგად გვეხერხება სამწუხაროდ. ნუ ესე გამოდის. ყოველ შემთხვევაში მე მაგისგანაც თავს ვიკავებ, მე ნაკლებად რამდენადაც ამის შესაძლებლობა მაქვს. რაც შეეხება საბერძნეთს, შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთი დავიწყე და ამით არ ამოწურულა ჩემი სურვილები და გეგმები. ოქტომბერში ვფიქრობ, რომ ასევე წავიდე იტალიაში და შევხვდე ქართველ ემიგრანტებს. საბერძნეთის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი, ანუ ყველაზე დიდი ნაწილი ევროპაში არიან საბერძნეთში, იქ მყავს რა თქმა უნდა ჩემი უახლოესი მეგობრებიც, ანუ ბაზა იმისათვის რომ მე იქ ჩავიდოდი და რაღაც მომზადებული დამხდებოდა, გამაჩნდა. ვიცოდი რომ ხელისუფლება დაქვემდებარებული სათვისტომოები არც მე და არც ჩემს წიგნს არანაირ პრეზენტაციაში არც დაეხმარებოდნენ და ხელსაც შეუშლიდნენ. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აი პირადი კონტაქტებით გაკეთდა და იმ ინტერნეტ მკითხველის და მომხმარებლის ბაზაზე ეს პრეზენტაცია, რომელსაც მე ვირტუალურად ვიცნობდი, სოციალური ქსელიდან ვიცნობდი და თქვენ წარმოიდგინეთ, მათი მასპინძლობა იყო იმდენად მაღალი ხარისხის, რომ როგორც ჩვენში ქართველებში ვამბობთ ხოლმე, ბავშვობის მეგობრებისგანაც კი არ ელოდები, ამხელა მხარდე მჭერას, ამხელა სიყვარულს, ამხელა სითბოს, აი სწორედ ეს მივიღე ამ ადამიანებისგან. პრეზენტაცია მქონდა ათენში. სამწუხაროდ სალონიკში საკუთარი წიგნის პრეზენტაციას ვერ ჩაუსწარე, იმიტომ რომ ერთ-ერთ კუნძულზე ჩავრჩი პერმანენტული აპერგეების, ანუ გაფიცვების გამო, 3 დღე მომიწია იმ კუნძულზე ყოფნა. ხომ ჩემი მეგობრები ხუმრობით ამბობდნენ, რომ ელგა ჩამოვიდა აქ, იმიტომ რომ დაეწერა ქართველ ემიგრანტებზეო და ისეთი ცხოვრებით და ისეთი აურზაურითი ვიცხოვრე იქაური გაფიცვების გამო, რომ მე მგონი თუ რამეს დავწერ, ალბათ საკუთარი ბიოგრაფიის დაწერა მომიწევს იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც საბერძნეთში იყო. მაგრამ მივიღე წიგნის ფესტივალში მონაწილეობა, ანუ ის მაინც მოვახერხე, რომ ათენიდან
ჩემმა მეგობრებმა სალონიკში გააგზავნეს წიგნი, ანუ ჩემი წიგნი წერილები საქართველოს. მე კი რატომღაც უკვე როგორც თქვი, გარკვეული სუბიექტური მიზეზების გამო ჩავჭი კუნძულზე და ვერ ჩავედი საკუთარი წიგნის პრეზენტაციას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე უკვე დავწერე ეს გაზეთ ასავალ-დასავალში და სოციალურ ქსელშიც დავდა ეს წერილი. მიუხედავად იმისა, რომ თელი ჩემი გრაფიკი თავდაყირა დააყენა ამ გაფიცვებმა, გნებავთ შავი დაარქვით ამას, გნებავთ თეთრი, გნებავთ ვარდისფერი და გნებავთ რაგისმიერი ფერის. მე მშურდა ბერძნების შემართების. აი შემიძლია ერთმნიშვნელოვნად თქვა. მე უკვე ხვდები რა განცდაც დაგეუფლა, იმიტომ რომ ანალოგიური სიტუაცია მქონდა, როცა სტრასბურგში ვიყავი ან ბელგიაში და იქ იყო მასობრივი გაფიცვები. ეს ახლა ევროპაში არავის არ უკვირს, ბუნებრივია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქუჩაში მოსიარულეთა შორის მხოლოდ მე ვიყავი აღშფოთებული იმის გამო, რომ ტრანსპორტით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ხალხი იდგა მშვიდად აი ამ დიდ მანიფესტაციას სოფლის მეურნეობის მუშაკების, რომლებიც იყვნენ გამოსული ცოცხალი პირუტყვითაც და მანქანებითაც, ტრაქტორებითაც და რომელსაც ბოლო არ უჩანდა და ყველა გადასახვევში, ყველა გზაჯვარედინზე იყო აბსოლუტურად გაჭედილი, აი ამ სულელობას და მანიფესტაციას ხალხი მშვიდად თავიანთი ტელეფონებით უღებდნენ სურათებს და მე ერთადერთი აღშფოთებული ვიყავი, რომ როგორ შეიძლება ამხელა სტრასბურგში, მაშინ როცა ევროსტრუქტურებში სხდომა მიმდინარეობს და უნდა გადავადგილდე, ამის შესაძლებლობა არ მაქვს. და სხვათა შორის იქ რომ მივედი, ჟურნალისტები, ქართველი ჟურნალისტები რომ დამხვდნენ, უთხარი გადით გარეთ და ნახეთ რა ხდება სტრასბურგში. მარტო ამ თემაზე შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ჩართვა გააკეთოთ მეთქი. ამაზე აუცილებლად არავინ არ გააკეთებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ახალი დამთავრებული იყო ჩვენი აქციები. ეს ხდებოდა სექტემბერში 2009 წლის და მაშინ როცა ივლისის თვეში უკვე დამთავრდა ჩვენთან აქციები და მოგეხსენება სიუჟეტები კეთდებოდა სახელმწიფო არხებზე, რომ სასწრაფოს მუშაობაში ხელს უშლიდნენ აი იმ პატარა მონაკვეთში მიტინგის ჩატარების გამო და სტრასბურგი იყო მთლიანად პარალიზებული და შემოსასვლელებიც კი სხვადასხვა კუთხიდან ჩაკეტილი იყო აბსოლუტურად. ნინო, სწორედ ამაზე მინდა პირველ რიგში ვისაუბრო. ყველა ახლობელი, ვინც იცოდა, რომ მე იმჟამად ათენში ვიმყოფებოდი, აი მართლა რასაც ქვია, ისტერიულ ზარებს ახორციელებდა თუ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ინტერნეტით, რომ აი ქუჩაში ფეხი არ გაადგა, ქვეყანა ინგრევა, ხო ცოცხალი ხარ. ზუსტად იგივე აქციას ბედის არ ვიცი ეს ირონია იყო თუ პირიქით სასურველი იყო ამ ყველაფრისთვის მეყურებინა პირდაპირ უყურებდი იმიტომ რომ ქუჩაზე რომელზეც ცხოვრობდით ელემენტარულად ეს აქციები ამ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა და მინდოდა არ მინდოდა მე ამ აქციების თანამონაწილე ხდებოდი უცნაური ის არის რომ მე ასევე უყურებდი იქ ტელევიზიით ბოლოს აივნიდან ხედავდი ამ პროცესებს და რამდენჯერმე მე თვითონ ჩავედი და შევერიე ხო ვუყურე მაინტერესებდა როგორი იყო იქაური გაფიცვა ის კადრები მე მართლა არ ვიცი სად მოიწია ქართულმა ნაციონალურმა არხებმა ის კადრები რასაც აქ აჩვენებდნენ ზუსტად ესე იყო როცა პარიზში ვიყავ ხო რასაც აი სად ნახეს ან ის იშვიათი კადრი როგორ იპოვეს ან სად ჩაუსაფრდნენ ჩემთვის გასაგებია, როდესაც საქართველოში თბილისში კერძოდ იმართება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და რატომღაც იმ კადრებს აჩვენებენ, სადაც მხოლოდ 5 კაცი დგას და მე ეს უხდება ცალაპარაკო, რომ 100,000-ობით ადამიანი კი არა, თავი რაღაც 500 კაციც არ იყო, ეს უკვე ვიცი რა ფორმით აკეთებენ ამას და როგორ ამონტაჟებენ, მაგრამ აი მხელა ათენში სადიპოვეს მაინც და მაინც ის კადრები, რომელიც პრაქტიკულად არავის არ გაუშუქებია და რაც ყველაზე მთავარია, არ მინახავს პირადად მე და მარტო მე კი არა, ძალიან ბევრს. რადგანაც ქართულ საინფორმაციო არხებზე მოხდა და მე იმ წერილში დავწერე კიდევაც, რომ ხა ამისი დიდი პოლიტიკური განსწავლება არ სჭირდება, რატო კეთდება ეს? ანუ ქართულმა მაყურებელმა უნდა იფიქროს, რომ ღმერთო რა ბედნიერი ვარ, რა საოცრად კარგი პოლიცია მყავს. მადლობა, რომ 26-ში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოკვდა. მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტიც ამას, აი ათენში რა ხდება და ამ დროს ათენში ხდებოდა ის, რომ მომიტინგეებისაგან დარბეული პოლიციელები იდგნენ სადარბაზოებთან და ადამიანებს ეხვეწებოდნენ გემოდარებით. სადარბაზოს კარი გაგვიღეთ, გააფრთხებული ხალხი მოგდებს და იქნებ ჩაქოლვას გადავჭედო. ეს რაც მე ჩემი თვალით კი და რაც ყველაზე სავალალოა
ხშირად მეუბნებიან ხოლმე ამას, რომ იქ ევროპაში პოლიციელებს იშინია ხალხის, ისე როგორც ხელისუფლებას, მთავრობას, საქართველოში პირიქით. აი ჩვენი ქართველი ემიგრანტების დამოკიდებულება როგორი იყო ამ პროცესებისადმი და განსხვავებას თუ ხედავდნენ? იცი რა არის, მაგარი სხვათა შორის საკმაოდ ისეთი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდი პირადად მე. გეტყვით რატომ? ნუ ემიგრანტები ახლა ეს არის ერთი ზოგადი მცნება, რომლის უკან დგას 100,000-ობით ადამიანი და ძალიან ძნელია ისაუბრო რაღაცა ერთი მიმართულებით. თავისთავად რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩემი მასპინძელი, ჩემი უახლოესი მეგობარი ლელა საღლიანი მეუბნებოდა, რომ ის აქციებზე დადიოდა. დადიოდა იმის საყურებლად, თუ რისი ყურებაც უნდა და საკუთარ ქვეყანაში და ვერ ხედავდა. ანუ თავიდან ბოლომდე იყო სოლიდარი. არის ემიგრანტების ნაწილი, რომელიც მერკანტილურად ფიქრობს, ანუ საკუთარ მეზე არის იმ კონკრეტულ მომენტშიც ორიენტირებული და მისთვის დაუშვათ ის, რომ იქ რაღაცა ტურიზმი ჩავარდება, იქ ქვეყანას რაღაცა პრობლემა ან თავისი კირია ხელფა შეუმცირებს, ანუ ამ ხრივ არ არის აქცია მისაღები. ანუ როგორც საქართველოშია, ნახევარი საქართველო დუმს 10% ბობოქრობს და დანარჩენმა საერთოდ არ იცის რა უნდა ამ ქვეყნისგან, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს იქაურ ემიგრანტებს. ვისაც აქ სამოქალაქო აქტივობა, იქაც აქვს ეს სამოქალაქო აქტივობა. ვინც აქაც საკუთარი კარმით დამოს იქით ვერ ხედავს, ან არ ხედავს, ან არ უნდა დაინახოს, ზუსტად ისეთივეა ემიგრაციაში, როგორი ინდიფერენტულიც იყო საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივ იყო რა, იცით, ძალიან ბევრი რაღაცა სიმბოლოები ახდა ამ ჩემს ვიზიტს, ის რაც რეალური იყო, მაგრამ კიდევ ხედავდი ძალიან ბევრ სიმბოლოს. მე რო ჩამოვედი და მეორე დღეს დაღლილი და განცული მქონდა სასამართლო პროცესი მედიაპალიტრამ, რომელმაც ჩემი წიგნი ამოიღო და ასევე უპრობლემოდ სასამართლომ დააკისრა, რომ უნდა დააბრუნონ. უბრალოდ თვითონ მოვიდა მან ინიციატივით. ანუ ჩემი დილა პირველი საქართველოში დაიწყო სასამართლო პროცესით და იმ წიგნით, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა ძალიან დიდი სიყვარული და სიხარულით მიიღეს და დღემდე ამზადებს, აი ვერ აუდივარ, არ ქვია, ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ადამიანები უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდნენ. და მათთვის ეს წიგნი გახდა სამაგიეროდ პალიტისთვის გახდა მიზეზი, რომ ამოეღო ქსელიდან. მოკლედ მეორე დილა თენდება და მგონია, რომ ეხა საქართველოში ჩავალ და რაღაც, აი ერთი თვე არც ისე დიდი დროა, მაგრამ არც ისე პატარაა საიმისოდ, რომ შენი ქვეყანა მოგენატროს და რაღაცა ცოტა ხალასი თვალით შემოხვიდე და ბრუნდე სახში. დილას ვიღვიძე, პროცესი მაქვს, წავედი საქალაქო სასამართლოში, მოვიდა ეს წარმომადგენელი და ამბობს, რომ რა პრობლემაა ჩვენ წიგნებს უკან დავაბრუნდით და მოსამართლეს და მეც გაოგნებული და ჩემი ადვოკატის გაოგნებული ვიყურებთ, იმიტომ რომ ვერ მივხვდით მაშინ რა პრობლემა იყო და რატო დაჭირდა. რაში დაჭირდა? ნუ რა თქმა უნდა, მე ამაზე გამეღიმა და მომთხარი არანაირი ფინანსური დავა მე თქვენთან არ ამაგდე ხა მორალურ კატეგორიებს მე ფინანსურ ეკვივალენტს ვერ მოუძებნი და ჩემთვის თავარია წიგნი დაბრუნდეს და დანარჩენი მკითხველის და ჩემი გადასაწყვეტია. მოვდივარ იქიდან, ეს დაქანცული ასევე გაოგნებული ქართული სინამდვილით და ნუ საღამოს არის ფოტოგრაფების, ჩვენი ფოტორეპორტერების და ხარდასაჭერი აქცია. მივდივარ აქციაზე და მხდება დაახლოებით 200 კაცი, ამ წარმოგიდგენთ 2 დღის ნამგზავრი ვარ ავტობუსით ვიმგზავრე, აი ალბათ გონი არ მომეკითხება. პარლამენტის ტილო შეხვდით ერთმანეთს იმ აქციაზე. გონი არ მომეკითხება, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მე იმ აქციაზე პირველივე დღეს დიახ, კეთილი უნდა ვინებო და წავიდე. მოვდივარ აქციაზე, მხდება, ნუ რაღაცა 200 ადამიანი, აქედან რავი, ნუ მაქსიმუმ 50-ია ჟურნალისტი ხარ, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობ. ჩავარდი ისეთ აპათიაში და დამემართა ისეთი ისტერია, შინაგან ისტერია რა თქმა უნდა, ხა იქ ყვირილი და კიბილი არ დამეწყია და მქონდა საშინელი პროტესტი, იმიტომ რომ ბოლო დღეს როცა მე ათენიდან მოვდიოდი, აი კიდევ ამბობ ამ აპერგეებმა, გემების გაფიცვის გამო ხო მაშინ ჩავჭი კუნძულზე, მე ტაქსების გაფიცვის გამო აეროპორტში დავაგვიანე. ნუ არ ბოლო საკუთარ პრეზენტაციას ვერ ჩაუსწარი, აი წარმოგიდგენთ რა დონეზე გაღიზიანებული უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ვიყავი მაინც გახარებული, რომ სამხატს ხედავდი, გრძნობა ქონდა ახალს. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ამ ტაქსის ზღოლებთან მივედი და ნუ ყველ გამოღადრული ვეხოცები, რომ გემოდარებით ხალხო, მაგვიანდება, ვარ ესეთი ვიზიტით ჩამოსული, ვარ ჟურნალისტი, ნუ აღარ ვიცი რა გავაკეთო, მოკლედ და ვეხოცები, რომ წამიყვანოს დანიშნულების ადგილზე, იმიტომ რომ რჩები რა, ვიზა მიმთავრდება და რჩები ათენში და ავტობუსით გამორიცხულია, ამას მივასწრო. აი მილიონი რო გადაგეხადა. არც ერთი ადგილიდან არ დაიძრებოდა. და წარმოიდგინე ბოლო კადრი, რაც მე საბერძნეთიდან დამრჩა, ეს არის 30,000 ყვითელი ტაქსი, გამაყრუებელი სიგნალი და რა კვდებოდა, კიდეც არავინ არ მოგემსახურება, არაფრის ფასად. ჩამოდიხარ საქართველოში,
მიდიხარ ფოტორეპორტიორების გაცილებით მაღალი ზნეობის, გაცილებით ის ტაქსის ზღოლები აპროტესტებდნენ გადასახადებს, ხალხო, ეს ხო მაინც ელემენტარული ყოფითი თემა. ჩამოდიხარ, აქ დგას ზნეობრივი კრიზისი, კოლეგიალური, ნუ დაიჭირეს ეს ბიჭები და რაღაცა თანაგრძნობა უნდა გამოხადო. მიდიხარ და ხდება, ნუ 200 კაცი და აქედან ჰაჰა 50 ჟურნალისტი და ეს არის მარტივი არითმეტიკა. რამდენი გაზეთი გამოდის საქართველოში? რამდენი ტელევიზია? თითო ტელევიზიაში მინიმუმ 500-600 თანამშრომელი ყავთ. ანუ ეს რო დააჯამო, ის აქცია ყველაზე ცუდ შემთხვევაში 1000 ჟურნალისტისგან მაინც უნდა ყოფილიყო შემდგარი. და ვნახე ესე კანტიკუნდად ყველა ის რაღაცა ქართული როგორც ხდება ხოლმე ქართული ტუსოვკა. ვინც როგორ ხდება თათმარით. რაღაც სასტონები და ეხა დავიშალეთ და მოთხე რატო ვიშლებით თქო, იმიტომ რომ მართლა ვერ გამოყოლილი ქონდა ეთყო. ეს პათოსი მქონდა გამოყოლილი და სხვათა შორის ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ჩირავდანიო დანდებული და მოთხარ მე რაღა გაგიჟებულ ათენში წასვლა კიდე მე ნამდვილად არ მჭირდებოდა და ეს ინდეპენდენტური საზოგადოება მაინც მოხდებოდეს იქ. ანუ რისი თქმა მინდა რა დღის ბოლოს დავწეკდე ჩემ თავს ვეკითხები რა. აი სადა ხარ, რა განზომილებაში ხარ, რა ქვეყანა ტაქსის მძღოლზე მეტი სოლიდარობის განცდა რომ ჟურნალისტს არ ექნება და პრაგმატულ მოსაზრებებზე მეტი სოლიდარობა რო არ ექნება ერს ზნეობრივი თვალსაზრისით. ძალიან კარგად მესმის ელგა შენი და განსაკუთრებით მახსენდება ხოლმე როცა გიორგი ფოფხაძემ რამდენიმე წლის წინ მომწერა და მე ეს ინფორმაცია გამოვაქვეყნე გაზეთებში როგორი სოლიდარობა გამოხატეს საფრანგეთში მომუშავე ჟურნალისტებმა რამდენიმე რედაქციის RF-ის რამდენიმე ნაციონალური გადაცემა უნდა დახურულიყო. ანუ დადგა საკითხი, რომ ზაფხულის პერიოდში შესაძლებელი იყო შემცირებულიყო შტატები. და როგორც მახსოვს, მაშინ 70,000-იანი მანიფესტაცია ჩატარდა მშვიდობიანი აბსოლუტურად და ფოტოც დავბეჭდი, ეს პირაკრული ჟურნალისტები, მაშინ შემდგომ ჩვენთან კი გამოიყენეს ეს ფორმა მანიფესტაციის, მაგრამ მასშტაბებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევედრებით, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბები ნამდვილად არ არის ის, რაც ჩვენ ნახეთ. არა, ნინო 50-მდე ჟურნალისტი, როდესაც 200-იც რო ჟურნალისტი იყოს, დაუშვათ მეც ბევრი ძველი ნაცნობიც ვნახე, მათ შორის ფოტორეპორტიორებიც, რომლებთანაც მე მიმუშავია პრესაში, როცა აქტიურად მუშაობდი და ბევრი მათგანი შესაძლებელია დღეს აქტიურ ჟურნალისტიკაშიც არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მეც არ მაკმაყოფილებდა და რა მინდა ახლა რომ კითხო, პირველი ვიზიტი იყო ევროპაში შენი? კი, ხო, აი რატო გავუსვი ახლა ამას ხაზი? იმიტომ რომ როცა მე ჩამოვდივარ ევროპიდან, ყოველთვის მაქვს ხოლმე ეს განცდა და ჩემი შვილი ხშირად დამცინოდა, რომ ევროპიდან რო ჩამოდისო, მე ყველაფერს სხვა თვალით უყურებსო, არაფერი არ მოწონსო, მაგრამ მე მინდა რომ რაც იქ მომწონს, ის გადმოიღონ აქ და რაც ჩვენ უკეთესი გვაქვს, ის შევინარჩუნოთ. იგივე განცდა დამეუფლა, თქვათ, როგორც გითხარი სტრასბურგის აქციის შემდგომაც. როცა პარიზში ვიყავი და მირეკავდნენ ასევე როგორც შენ რომ რა გინდოდა ეხა რა დროს პარიზში წასვლა, ვეუბნებოდი რომ ხახო აქ სიმშვიდეა, ერთდღიანი ხუთშაბათი დღე იყო მახსოვს, ჩართვაც გავაკეთე პირდაპირ ეთერში და მაშინ გამოცხადდა რაღაცა ის საშინელ დღედ გამოცხადდა და ის დღე იყო ძალიან მწვავე, მაგრამ მეტრო მუშაობდა. იქ არის ერთსულოვნება. თუ იფიცებიან ტრანსპორტის თანამშრომლები, ჩერდება ყველაფერი. თუ ქართული სინამდვილე ერთადერთი დღე იყო ამ გაზაფხულზე გაიფიცნენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები. კი. და გამოდივარ სახლიდან, მეუბნება რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ანუ არ მოვიდა სამარშრუტო ტაქსი, რა თქმა უნდა, სადღაც მაგვიანდებოდა, რა თქმა უნდა დიდად არ მესიამოვნა, მაგრამ იმდენად გამიხარდა რომ ვიღაცას რაღაცა თავში აზრად მოუვიდა რაღაც ეს არარსებული პროფკავშირების ფონზე რაღაც ესეთი სპეციფიური აქცია გაეკეთებინათ, რომ ხარი ჩემ თავს ჯანდაბა ელგა ეხა შენ თავს 1.5 ლარი გაიმოტე, წადი ტაქსით. თავარია სამარშრუტო ტაქსის ღოლები მოვიდე გავს. და ეხა ხო ვიცი ეს გზა, ეხა პირველად ხო არ გზავრობ ტაქსით, ანუ ჩემი სახლიდან ჩემ სამსახურამდე. ვაჩერებ ტაქსს და რომელიც ყოველთვის ამ მანძილზე მაქსიმუმ 4-5 ლარი ესე იყო შევაჭრების ამბავი. მეუბნება 10 ლარს და დავჭი დაოგნებული და ვეკითხები რატო თქო და იმიტომ რომ მარშრუტკები არ დადისო და ტაქსის ფასმა აიწ 1 საათში
ყველაფერს დადგა თავდაყირა. აი რაც შეეხება თვითონ ემიგრანტების დამოკიდებულებას, მე ხა ნამდვილად უნდა ვთქვა ეს. მე როცა ეს წერილი დავწერე ასავალ-დასავალში და გამოვაქვეყნე ასევე ინტერნეტ სივრცეში, ჩემდა გამაოგნებლად აი ფარული პროტესტი ეხლა რა თქმა უნდა ყელში არავინ წდომია, მაგრამ ფარული პროტესტი გაუჩნდათ ჩემს უახლოეს მეგობრებს, ემიგრანტებს. ეხლა მაგის თმამენდა რომ იცოდი. ჩემს უახლოეს მეგობრებს და სწორედ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ ჩემი მასპინძლები. ანუ მე დავწერე რომ მე მშურს ბერძნების ცისარტყელას ფერებით, შავით, თეთრით, კუპრით, მნიშვნელობა არ აქვს შურს. დავწერე ის რომ ეს ხალხი არის ერთმანეთის მიმართ სოლიდარული, თემის მიმართ სოლიდარული და ამბოხების როგორ თქვა, მუხტის შენარჩუნება შეუძლია და ერთმანეთისთვის გადაცემა და დავწერე ის რომ ბერძნებს მეთქი პენსიას და ხელფასებს უმცირებენ და ინგრევა ათენი და ქართველებს ენას, მამულს და სარწმუნოებას გვართმევენ და მაინც მშვიდად ძინავს თბილისს თქო. ეხლა რაში იყო ამ ჩემი მეგობრების პროტესტი? აი ვერაფრით ვერ შეეგო, აი ელგა შენ ერთი თვე იყავი ათენში და შენ უბრალოდ არ იცი ამათ ეხლა იცი და ნუ დაიწყეს რაღაცა კულუარული რომ თურმე ვიღაც ჩავნიღბოსნები დარბიან თურმე პოლიცია ანუ ეს ხალხო ვუხსნი ჯერთ მე ვარ ჟურნალისტი მე არა ვარ პოლიტოლოგი არა ვარ პოლიტიკური მიმომხილველი და ძალიან დიდი ბოდიში საბერძნეთანაც და ბერძნებთანაც მაგრამ მათი ტურიზმი აყვავდება თუ დაეცემა ეს არის ბერძნების გადასაწყვეტი ეს ჩემი გადასაწყვეტი და არც ერთი ემიგრანტის გადასაწყვეტი არ არის მე მეორე ამ ხალხს ვერ აუხსენ ანუ იცით რა არის აი ეს ფრაზა რომ ჩვენ თავმოყარობა დავკარგეთ და მე ეს ბერძნებში დავინახე ყველაზე მტკივნეულად აღიქვეს ემიგრანტები ამ დროს შენ წარმოიდგინე მე ძალიან ბევრი ემიგრანტი საბერძნეთიდან იმ დღეებში მიკავშირდებოდა და სწორედ აი ესე იყო შენი პათოსით გაჟღენთილი და მეუბნებოდა ხალხო აი თუ ბერძნები ამას აკეთებენ თქვენ რა გჭირთ რა არ გამოდიხართ რა არ გეხართ ერთი არის ცნება ემიგრანტი და ამის უკან დგას რა თქმა უნდა ჩვენ დასაბედუროთ მილიონზე მეტი ქართველი მაგრამ საოცარი ის იყო რომ აი ეს მეგობრები ის ჩემი მასპინძლები ყველაზე ახლო ადამიანებს ჰქონდათ ამაზე პროტესტი სიმართლე გითხრა მე ვერ მივხვდი ანუ ეს ქართული არტავნება რომელიც ძალიან ხშირად რატომღაც დავმოყარეობაში გვერევა და პატივმოყარეობაში გვერევა სადღაც მაინც მუშაობს ანუ ისინი იცით რა არის ყველაზე უცნაური რომ ემიგრანტების ერთი ნაწილი პრობლემას იმაში რომ ის ვიღაცის მოსამსახურია ის თავისი 2, 3 თუ 5 დიპლომის მიუხედავად ძალიან დიდი გამოცდილების მიუხედავად არის თავის თავს ესე უწოდებს ვიღაცის მონა ან ვიღაცის მოჯამაგირე ამის საფუძველს იმაში კი არ ხედავენ რომ აი არსებულმა რეჟიმმა საქართველოში ისინი აიძულა გახიზნულიყვნენ პრეტენზიები უჩნდებათ იმ ქვეყნის მიმართ ან იმ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან დიდი ბოდიშია ეხლა წერ კიდე ახალ წერილს ასავალ-დასავალისთვის და აი სულ მაგაზე ვფიქრობ თუ კი შენი ქვეყანა გეუბნება რომ არ აღელვებ და ლუკმაპური საშოვნელად გიშვებ შარაგზაზე თუ კი შენი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება რომ ჯანდაბამდე გზა გქონია თუ კი შენი ოჯახი შენ შრომას არ აფასებს უკაცრავად და იმ კირიას ანუ ბერძნულ თუ მუჯრებინი დაგარტყა რატო არის გასაკვირი ანუ მიხვდით რისი თქმა მინდა იმად უჩნდებათ ის ადამიანი ამაში თანხას გიხდის არ გინდა მუშაობა არავინ არ გაძალებს შეგიძლია ადგე და წამოხვიდე ანუ პრეტენზიის საფუძველს არ ეძებენ სწორად და რატომღაც ამაში ადანაშაულებენ ბერძნებს მე მაგალითად ამაში დანაშაულს ვერ ხედავ მე ხვალ რომ მე მომიწიოს ემიგრაციაში წასვლა და ძალიან დიდი შანსია ნებისმიერ ჩვენთაგანს მოუწიოს და ძალიან დიდი შანსია რომ ეს ჩემი წერლობის და ჟურნალისტიკის და ამ სტუდიაში ჯდომის მიღმა ხვალ სადღაც ჭურჭლის რეცხვა მომიწიოს მე არ შეიძლება მქონდეს იმ ქვეყანასთან პრეტენზია. პრეტენზია უნდა მქონდეს შენ ქვეყანასთან, რომელმაც შენი ინტელექტი, შენი ნიჭი, შენი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად აი ამ ყოფაში გამყოფა. აი ეს არ მომეწონა ქართულ ემიგრანტებს და იმედი არ მიწყენენ, მაგრამ ეს ესეა. მე არ ვიძახი ყველა ესეა, მაგრამ რაღაცა ნაწილს აქვს კონკრეტული აგრესია იმ ქვეყნის მიმართ და უკაცრავად რა. ძალიან მალე შეგიმჩნევია ჩემო ელგა. ხო, მეუბნებენ ერთი თვეო არ იყო საკმარისიო შენო ბერძნებს არით მე არ ვუწევ ბერძნებს პროპაგანდას და არ ვაკნინებ ქართველობას. მარტო ბერძნებს არ ეხება ამ შემთხვევაში. ხო, რასაკვირველია დამოკიდებულება რაც ყველა იცით რა არის ხარ ჟურნალისტი არ არის ვალდებული რომ თვეობით და წლობით იცხოვროს იმ ადგილზე საიდანაც რეპორტაჟი უნდა გააკეთოს ხელწერტილში ადამიანი მიდის 1 საათი და ბრუნდება. აანალიზებს იმით განსხვავდება ჟურნალისტი
სხვა საზოგადოების სხვა წარმომადგენლისგან, რომ მას შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი აქვს, რომ მე თუნდაც 1 საათის ნანახი იმდენად კარგად გადმოსცეს მკითხველს ან მაყურებელს, რომ მან ეს გაიგოს. ახლა ერთი თვე იქაური ცხოვრება, ანუ მივხვდით რა დაემართათ, რომ ვერ აიტანეს, აი ეს არის ეთყობა ძალიან ძლიერი ქართული ამპარტავნება და მე არ ვიცი, სანამ ჩვენ ამას არ დავზრდით, ალბათ არაფერი არ გვეშველება, როგორ შეგშურდა ბერძნების და დაიწყეს მოყოლა. შენ არ იცი ეს შემშურდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ახსარებაშიც ვიტყვი, არა მარტო სტუდიაში, იმიტომ რომ შემშურდა. და აი მე როცა იქიდან ბრუნდები და მიდიხარ და 200 კაცი არ გხვდება ფოტორეპორტიორების საპროტესტო აქციაზე, მოდი და ეხა იძახე რომ შენ 5 წელიწადი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდი. მე 20 წელი წამყვან ტელეარხებზე და იმაზე გიმუშავია და აი ვიღაც ათენელ ტაქსის მძღოლს ინტელექტი აქვს ხმის დონეზე დაბალი. იძახე რამდენიც კიდე ფაქტია, რომ საკუთარ თავს ის გაცილებით მეტ პატივსცემს, საკუთარ უფლებებს ის გაცილებით მეტ პატივსცემს და რაც თავარია არის სოლიდარული. რისი დეფიციტიც აქ არის. მე აბსოლუტურად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ამ შემთხვევაში და მინდა სანამ ჩემს მოსაზრებას ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით, შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელებს და ინტერნეტ მაყურებლებს, რომ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში FM 105-ზე, ხოლო ინტერნეტ მისამართზე ობიექტივი.net. მე გახლავართ ჟურნალისტი ნინო ცხოიძე და ვუძღვები გადაცემას ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია. ემიგრაციისადმი ჩემმა დაინტერესებამ უკვე აგერ 9 წელს მიაღწია, ამდენად ამ ეთერში კვირაში 2 ჯერ გადის გადაცემა წმინდა ემიგრანტული თვალსაზრისით კვირას საღამოს 20 საათიდან 21 საათამდე გადაცემას ეწოდება სხვა საქართველო აქ არის, რომელიც სწორედ უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებას გვაცნობს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი ტოვებენ სამშობლოს, რა პირობებში უხდებათ მათ ცხოვრება, როგორ ახერხებენ ადაპტაციას, სადლოდ სულობენ და აპირებენ თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ხოლო დღევანდელი გადაცემა ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია განაპირობა სწორედ ემიგრანტების დამოკიდებულებამ ქართული პოლიტიკისადმი. და რაც შეეხება იმ მომენტს, ელგა, რომელსაც ახლა შენ გაუსვი ხაზი, მე ნამყოფი ვარ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თან რამდენჯერმე საბედნიეროდ და ყველგან სადაც კი ყოფილა, რატომღაც ჩემდა გასაკვირად ჩვენი ემიგრანტების უმეტესი ნაწილი უკმაყოფილოა იქაური ადამიანებთან ურთიერთობით. არიან ემიგრანტები, რომლებსაც მეგობრები ყავთ, ემიგრანტები, მაგრამ უმეტესად მე მომისმენია, რომ აი ეს ფრანგები ასეთები არიან, აი ეს ბელგიელები ასეთები, ჰოლანდიელები ასეთები არიან, ბერძნები ასეთები არიან. შედარებით უკეთესი სიტუაცია ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით ესპანეთში, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მე მითხრეს ემიგრანტებმა, რომ ეს არის საათივით აწყობილი ქვეყანა და ესპანელები ისეთი პატიოსნები არიან, რომ კარგახანი არც კი ეჯერათ თუ შეიძლებოდა ვიღაცას მოეპარა რაღაცა და ეს კარგახანს გასდიოდა. არა, გერმანელებსაც ეგრე ეგონათ კარგახანს ვიდრე ქართველები არ ჩაი. არა მარტო ქართველები იპარავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ კატეგორიაში ქართველებიც გადიან. მაგრამ აი ახლა მე რა მაინტერესებს რომ კითხო. ამ ერთი თვის განმავლობაში შენ მოგიწია სხვადასხვა ადგილას ყოფნა, სხვადასხვა სიტუაციაში, თუმცა შესაძლებელია ერთმანეთს გავს, მაგრამ მე ნიშნა ძალიან რომ მითხარი ხარ რომ ჩემი დაწერილი არ მოეწონათ იქაურ ემიგრანტებს, ვისთანაც შენ სტუმრობდი. არა, ჩემი დაწერილი წიგზე არა, მე სწორედ იმ სტატიაზე არ მოეწონათ არ იყო ნინო, აი ეს იყო ყველაზე უცნაური, როგორც კი მე დავწერე ფრაზა. რომ მე შემშურდა ბერძნების მათში გაიღვიძა, იცით რა არის, ისინი იქიდან აქეთ ძალიან სხვანაირად ჩანს ქვეყანაც, პატრიოტიზმის და განცდებით. ანუ მათ აქვთ, როგორ გითხრათ, ისინი თავიანთი ინტელექტის მიუხედავად არ არიან შესაბამის სამსახურებში, ხო? ანუ აქვს რაღაცა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული უმუშავია, ექიმად, პედაგოგად, ჟურნალისტად და ნუ დღეს ვიღაცა რომელიღაცა ოჯახში არის მოუვლელი. ან მოხუცის ან ბავშვის. მისი მენტალობა, მე ამის გაგება ჩემი ძლია, ვერაფრით ვერ ეგუება ამ ამპლუას. ანუ ის მუდამ იმშვიდებს თავს იმით, რომ ის არის უნიკალური ქვეყნიდან, რომელსაც ქვია საქართველო, რომ საქართველოსნაირი მთები და ველები არსად არა, რომ ჩვენზე ნიჭიერი ხალხი, ანუ ეს არის მისი ერთგვარი ფსიქოთერაპია, რომელსაც ის ყოველდღე თავის თავს უტარებს, რომ არ შეეგუოს მონის სტატუს, რომელიც ისევ თვითონ დაიბრალა. აი მე ვფიქრობ რომ ისევ თვითონ იბრალებენ და მე რა ხდება იცი როცა უკვე ეუნები რომ მე ბერძნები შემშურდა
ის თითქოს შენგან იცავს საქართველოს გამეცინა კიდევ ახლა ვის მეთქი და საქართველოს შენგან დასაცავი ნამდვილად არაფერი არ ჭირს. ანუ ეს იყო ძალიან უმნიშვნელო ქვეტექსტების დონეზე, ანუ არანაირი კონფლიქტი, არანაირი წყენა არ ყოფილა, მაგრამ აი ეს ქვეტექსტიც კი ჩემთვის იყო მტკივნეული და ეხლა გეტყვით მე რა აღმოვაჩინე კიდე ემიგრანტებში. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ჩემს წიგნში მოხვდა, იქ მიწერია ემიგრანტებზე, რომ მათთვის წელიწადი დრო 4 დრო არ არსებობს. მათთვის არსებობს 2 დრო. იქ ყოფნის და სამშობლოში დაბრუნების. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას აწმყოს განცდა არ აქვს. ანუ ყველა ცხოვრობს რიცი, ყველა არა, ნუ უმრავლესობა. რა კარგად იყო საქართველოში, ანუ წარსულში და რა კარგად იქნება მერე კიდე საქართველოში. როგორც წესი, ყველა ჩავიდა 1 წლით და ყველა გეუბნება, რომ გაისად ბრუნდება და ამ 1 წელსა და გაისად შორის ზოგისთვის 17 წელია, ზოგისთვის 15, ზოგისთვის 14. ანუ ისინი არიან, რა თქმა უნდა, სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ახლა მე არავის მორალის მკითხველად არ გამოვდგები და კიდევ ერთხელ ვძახი, კაცმა არ იცის ხვალ ვინ სად როგორ აღმოვჩნდებით. მე მაინც ფიქრობ, რომ ყველაზე დიდ შეცდომას, ანუ მაზოხიზმია ეს, რასაც ქართველი ემიგრანტები საკუთარ თავს უშავებენ, არის ის, რომ მათ არ აქვს დაწყოს განცდა. აი ეს ადამიანები, ვინც საბერძნეთი იქნება თუ იტალია თუ ესპანეთი, მნიშვნელობა არ აქვს. მოხდა უცხო გარემოში, ახსოვს რომ ქართველია, უყვარს საკუთარი ქვეყანა, იცი რა სამშობლოს სიყვარულისთვის არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს იყო შენ სამშობლოში. როგორც ადამიანის სიყვარულისთვის არ არის აუცილებელი პირობა, რომ ერთი ხელის გაწვდენაზე ყავდეს, ასევე შეიძლება სამშობლო გიყვარდეს იმის და მიუხედავად იმყოფები თუ არა სამშობლოში. აი ამ ადამიანებს აქვთ აი ძალიან მიმძიმს ამის თქვა, მაგრამ ალბათ უნდა ვთქვა მაზოხიზმამდე დასული ის, რომ იმ ქვეყნის წესჩვეულებებს, იმ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არ ითვისებენ. რაღაცა კედელი აქვს აშენებული გესმის, ანუ ცხოვრობენ 10-15 წელი ქვეყანაში, რომელიც ვერ შეიყვარეს, რომლის ენა მათთვის არის ყველაზე ცუდი ენა, რაც შეიძლება ყურში ესმოდეს, რომელსაც უყურებენ სულ აგრესიულად. თუ მოცემულობა ამას კარნახობს, რომ სადღაც უნდა იყო, თუნდაც კამჩატკაზე პინგვინებთან. კეთილი უნდა იბოდო, კიკის პინგვინი უნდა შეიყვანო, იმიტომ რომ ანტილოპას არავინ არ მოგიყვანს. ანუ იცი რა არის, ეს არის ერთგვარი მარაზმი, რომლითაც ქართველი ემიგრანტები ეწევიან თვითგვემას. მათ გონიათ, რომ თუ ბერძენზე იტყვის კარგს, თუ იცხოვრებს, აი დაუშვათ ჩაბატკვირას წავა თეატრში, ნახავს მათ ფილმს. ხალხი არის ეხა ათენში ცხოვრობენ 10 და 15 წელი და აკროპოლი არა აქვთ ნანახი. და ეს რატომღაც ეთულებათ სამშობლოს ემიგრაციაში და ტელევიზორსაც ვერ უყურებდნენ, ეხლა არ ვიცი რა სიტუაცია. ხო და რატო არ უნდა ნახო? ხო ცხოვრობ იმ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ეხლა ცხოვრობდე ათენში 15 წელი და შენს თავზე იდგეს აკროპოლი და არ გაინტერესებდეს. გასაგებია რომ ნიკორ წმინდა გენატრება და ალავერდი. გასაგებია, მაგრამ იმ მოცემულობაში ხო იქ ხარ. ამიტომ აი მე ჩემ მასპინძლებში რამდენიმე კატეგორიის მასპინძელი მყავდა და აი ყველაზე დიდი პატივისცემა ვის მიმართაც გამიჩნდა, ეს იყო რამდენიმე ქართველი გოგონა, რომელიც დიახ, მათი ინტელექტის და ნიჭის მიუხედავად, ესე ვთქვათ, დაბალი რანგის სამუშაოს ასრულებდნენ, ანუ ალაგებდნენ როგორც ყველა ან მომვლელებად მუშაობდნენ. მაგრამ კვირა დღეს სხვა ქართველებივით კიდე დამატებით სამუშაოს კი არ გარბოდნენ, რომ კიდე რაღაცა კაპიკები მოეპოვებინა და მე აქ მუქთახორა ან ძალიან კარგი ოჯახის წევრებისთვის არ ვიცი ეს მათი პრობლემა მე ვერ გამოვდგები ამის საჯულად გამოიწო. ისინი მიდიოდნენ კინოში, დადიოდნენ მოსალოცად, ათვალიერებდნენ რაღაცა ძეგლებს, ელემენტარულად საკუთარ თავის სიამოვნებისთვის, კავეში შევიდოდნენ, დაისვენებდნენ. ანუ ისინი იქ ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ალბათ დიდი ხანია გაიქარიან. არ არის ეგ წლებზე დამარადებული. წლებზე მე გეტყვი რა არის დამოკიდებული. პირველი 3-4 წელი არის განსაკუთრებით რთული. ამ პრინციპში მე ვინც ნახე იქ 3-4 წელი ჩასული არავინ ურთიერთობენ ხოლმე. კვირაობით იმისთვის რომ არის განსაკუთრებით გარემოში. ქართველებს უნდა კონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი. ათენში რო ცხოვრობ 15 წელი და აკროპოლი არ გინახავს, მე ბერძენს ნუ მოსთხოვა რა უყვარდა რა. ერთი ემიგრანტი ასე მგონიაო, იტალიაში იყო, ისე ზუსტად გავს იმ სიტუაციას, რაც ჩვენ გვაქვსო, აქო და მე რა მინდოდა წეღან რომ მეთქვა რა. იცი რა არის მინდა დავასწავლებ რა, იმიტომ რომ ყველაზე მტკივნეულად აღვიქვი მე ესა. მე მაგალითად ქართველ ემიგრანტებს ვურჩევდი
აი ჩემი კეთილი სურვილი იქნებოდა მაზოხიზმ და მარაზმს თავი დაანებონ მათი ყოფა არის ძალიან მძიმე მაგრამ ნუღა იმძიმებენ იმით რომ ვერ შეიყვარეს ვერ აითვისეს ვერ მოერგნენ იმ სიტუაციას ნებისმიერ მათგანს ეთყობა რომელზეც წავიდა საქართველოდან აი 5 წინადადების მე ვეკითხებ მოდით ნუ მეტყვით როდის ჩამოხვედით და აი 5 ძალიან ბანალურ კითხვას ვსვავდი და იცი რაზე ეთყობოდა რომ იმ წლებში იყვნენ იმ წლების საქართველოში იყვნენ ჩარჩენილი ხალხო ეს თქვენი წლებია გასაგებია რომ არის ძალიან მძიმე გასაგებია რომ არის ძალიან რთული გასაგებია რომ ქვეყანა გენატრებათ ოჯახის წევრები მაგრამ ეს თქვენი წლებია და იქაც კი თუ კი ციხეში შეიძლება ადამიანი შინაგანად იყოს თავისუფალი გამოიყენეთ ეს კვირაში ერთი დღე თქვენ თავს პატივი ეცით და როგორ წარმოგიდგენთ თელი კვირა ვიღაცასთან მუშაობენ კვირა დღეა დასვენების დღე და იმ კვირა დღესაც სამუშაოს ეძებენ რომ სადღაც გაიქცნენ და რატომ მე აქ რო გამოუგზავნონ და ქმრებმა და შვილებმა ლუდები რო დალიონ და გოგოებმა ეს ფუშფუშებიანი იმებითია რომ ამისთვის მარაზმატიკობს ეს ხალხი აი მე მაგალითად მაგარი შინაგანი პროტესტი მქონდა სასწაული და სულ მეუბნებოდა ყველაზე უცნაური რა იყო იცით ერთი 4 კუნძული მოვიარეთ იქ წმინდა ნექტარიუსის საფლავზე წავედით კუნძულ ლეგინაზე და ეს გოგოები რო წარმომყვნენ თავიდან ბოლომდე მათ მიმასპინდნენ აი რასაც ქვია საფულეს რო ვერ გახსნეს შეიძლება დელიკატური მომენტია მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში იყო არსებითი და გადამწყვეტი იმიტომ რომ შეიძლება ის საფულე გახსნა და შეგ არაფერი არ გედოს და ვერც ეგინა ნახო ვერც კრეტა და ვერც სანდორინი და მოკლედ 5-6 წავედით და რომ დავბრუნდით იქიდან ეხლა ნუ ძალიან ვისიამოვნე ბოლოს და ბოლოს ასეთი წმინდანი საფლავი მოვილოცეთ რაღაცა ვარ გაცისკროვნებული და გემიდა რომ გადმოვედით აი ყველა სათითაოდ ვუხდი უღრმეს მადლობას და ეს არ იყო ეს ქართული ფამილიარობა ხუთივე მეუნება ერთი და იგივე ტექსტი ძალიან დიდი მადლობა შენ რომ არ ჩამოსულიყავი, შენ რომ არ მოგეთხოვა რომ მე თქვენი სტუმარი ვარ და იცი რა მე ეგინაზე მინდა წასვლა და ეს კატეგორიულობა კინო ხასიათებს ყველგან შინ და გარეთ საზღვრებს მიღმაც ისინი ისე წარმოვიდოდნენ იქიდან სულ რაღაც 2 საათი სავალზე გემით რომელიც ღირდა რაღაცა 12 ევრო არც ისე ძვირი ანუ წადი ნუ კაი 50 ევრო და ბოლოს რომ რაღაცა თანხა დაიანგარიშეს მე გიქით ვიყავი გასული და მე ვთხარი რა იყო მეთქი ჩემ წელს დავდეთქო რა სისულელიაო ჩვენო ჩვენი სტუმარი ხარო და საღამოს ეს ჩემი მასპინძელი მეუბნებოდა რომ ელგა ვაზე ხარო სულ 50 ევრო დაგვიჯდა თითოსო და ეს 50 ევრო 9 წელია აქ ცხოვრობთო და ვერცერთმა ვერ გავიმეტეთო საკუთარი თავისთვისა და ხوار გონია რომ გული ამიჩუყდა იცი როგორი აგრესია მიჩდება ამ მომენტში და ბეუნები კიდევაც რომ აი გამოდგებთ როცა ადამიანი გეცოდება და საწყალი და ის მართლა ბეჩავდება ასე დროს ალბათ კი არ უნდა შეგეცოდოს უნდა უთხრა რომ შეუძახო იცი რა მოდი სარკეშიც ჩაიხედე ახალი კაბაც იყიდე შაბათკვირა სადღაც გაერდა იცხოვრე გავიგე რომ მე მყავდა ერთი პატიმარი მე მყავდა კი არა საქართველოს ციხეს ყავდა უბრალოდ მე ვწერდი მას რომელმაც სამი უცხო ენა ისაუბრა ციხეში და ჩვენ ჟურნალისტებს კომპიუტერები თვალით რო არ ქონდა ჯერ კიდე კარგად ნახე მას ციხეში ქონდა კომპიუტერი ყავდა თუთიყუში და ყავდა ძაღლი ეხლა თანამედროვე ციხეში ყველაფერი მიშას ციხეში წარმოუდგენე მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ადამიანი ცხოვრობდა ციხეში ისწავლა ენები, ციხეში ყავდა ძაღლი და თუთიყუში და ქონდა წიგნები. ანუ ის გაცილებით მე რომ მიზოთ საკანში შევედი და ეს ყველაფერი ვნახე, სიმართლე გითხრა რომ გამოვიდა ვერ მივხვდი ვინ იყო პატიმარი ის თუ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც გარეთ არის. ანუ ემიგრანტებმა უნდა ისწავლონ საკუთარი თავის პატივისცემა, იმიტომ რომ თუ თქვენ თავის პატივს არცემთ და თქვენ შრომას პატივს არცემთ არავინ არცემს რა არანაირი ქმარი და არანაირი შვილი ყოველას ოჯახის წევრთან ბოდიში მომიხდია მაგრამ ეგ არის რა რეალობა და ხა თუ ეს არის მარტვილობის გზა რომ აი მე ყველაფერს ვიკლებ რომ ჩემ ამ ფულად ეთეუნებში ცდილობენ თითქოს რაღაცა კომპენსაცია გაუწიონ ახსნან იქ თავიანთი იქ ყოფნა და არ შეიძლება ესე რო ახსნა რომ ჩემი ხელფასის ნახევარს ოჯახში ვაგზავნი კი ბატონო 90% უბრალოდ 10% მე ვიხმარ რა ადამიანური ყოფისთვის და იქ რო გამოდიხარ რაღაცა ცელოფნით არ წამოიღო კიტრი და პამიდორი და მაგიდაზე არ დაჯდე კაფეში და არ დაჭრა და 1 ევრო ღირებული რაღაცა ღვეზელი იყიდო ამ ღვეზელში ფული როგორ ვერ უნდა გაიმეტო და ქართველები რითიც არიან მიხვდები კიტრი პამიდორი და ანა და იქ კაფეში ამის მინახავს ასეთი სურათები რა თქმა უნდა ელგა და მე მახსოვს
როცა როგორ ერთიებრო არ ეკუთვნის იმ 700 ევროიანი ხელფასიები იყო იქ შვილები არ ეუნებიან დედა რატო იკლება ან ცოლი ან ქმარი არავინ არ აქედან არავინ არ ეტყვის და ახლა მე წერილები მომდის სხვადასხვა ქვეყნიდან და სწორედ ესეც არის მიმანიშნებელი იმისი რომ ერთნაირი სიტუაცია არ არის ყველგან თუმცა ჰოლანდიიდან წერენ რომ საქცალია ემიგრანტსო აკროპოლისის დასათვალიერებლად ამდენი პრობლემა აქვს რა თქმა უნდა მეც მქონია ასეთი შემთხვევა ჩავსულა რომელიღაცა ქვეყანაში და ეს ერთი და ორ ქვეყანაში არ ხდებოდა და მე რომ გამყვა თქვათ იქაური ემიგრანტი ის მართლაც პირველად იყო იმ ადგილებში ნამყოფი და მე უფრო კარგად ვიცოდი დაუშვათ პარიზი ვიდრე იმ ადამიანმა რომელიც თითქოს მე გიდის ფუნქციას მისრულებდა მაგრამ თქვათ ისეთი ადამიანებიც ვინახავს მართლაც რომლებიც კაპიკზე აწებებენ იმისთვის რომ ოჯახში გამოაგზავნონ ნინო არავინ არ ამბობს რომ ქართველი ხანდა ვიცოდით იქ უნდა გაერთოს და ყურებზე იაროს და ოჯახი უნდა დაივიწყოს ამის პროპაგანდას არავინ არ გაწევს და მით უმეტეს ამ ეთერში მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამეს რას ქვია 10 წელი რო ათენში ცხოვრობ აკროპოლი რატო ვერ უნდა ნახო აი მართლა გუწრფელა რას ქვია საცალია კვირა დღეს ხო ყველა ისვენებს ხალხო კვირა დღეს ხო ყველა ისვენებს არა აი კვირა დღის რაციონალურად გამოყევი ისა მაფრის ვიძახი თორე კიდევ ერთხელ აი იტალიიდან მაგალითად წერენ რომ ჩვენ ყველაფერი ეს ნანახი გვაქვს რაც ახლომახლოს არის და ჩვენი და სწორედ მაგიტომ ჩემში გაცილებით დიდ პატივისცემას ნახე ყველა კატეგორიის ადამიანი კიდევ ერთხელ ვაზუსტებ ემიგრანტ სიტყვაში იგულისხმება მილიონი ადამიანი არ შეიძლება ხა მილიონი ადამიანს ერთი შეფასება გაუწიო უბრალოდ გაცილებით მშვიდად და ნორმალურად ცხოვრობენ ის ადამიანები ვინც მოერგნენ იმ სინამდვილეს ქართველობა არ დავიწყებიათ, არც ქართულად საუბარი, არც საქართველოს სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული არ აქვს მარაზმში გადასული და არ აქვს რაღაც თვითგვემაში გადასული. ცხოვრობენ, მუშაობენ. შრომა არანაირი, პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელი არა, ჩემთვის შეურაცხყოფელი არის, როცა ადამიანი არის უსაქმური. ასე რომ მაგაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ და რაღაცა ისი ავიჟინე უკვე მესამეთ ვამბობ, ხვალ შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს მაგ ყოფაში ყოფნა, მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ხო, აი სხვადასხვანაირი წერილები მოდის, ახლა ერთი მაგალითად წეღანაც გითხარი, წერს რომ ასე მგონია, აქ იყო ისეთი იდენტური ისტორიები მოყვაო და ნუ განიცდისო ამ ყველაფერსო ზოგმა გოგებაშვილი არის ისო, ისეთებიც არიან ჩამოსულები. მეც ვინახავს სხვადასხვა კატეგორიის ემიგრანტები ბუნებრივია და რა თქმა უნდა, ამიტომ მე ჩემი კატეგორიაში ის კატეგორია, რომელსაც სხვათა შორის ახლა გაზეთისთვის წერილობ იქ დავწერე, რომ სათბოულობენ მეთქი იმ ემიგრანტებს, ვინც უცხოეთში ვიზიტად ჩასულს სააკაშვილს ნიშანებს უძახიან, არა, სხვა რამეს მე ესეთი არ მინახავს და არც უციგნური ემიგრანტი არ მინახავს, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მე ვიყავი კონკრეტული მისიით, ანუ ჩემ კითხველთან და ეხა ვინც ერგაფოლადიშვილის წერილები საქართველოს წაკითხვის სურვილი აქვს, იმას ბუნებრივია გოგებაშვილი აქვს პირველ რიგში წაკითხული, ასე რომ ის კატეგორია, ანუ ჩემი წიგნის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისად იყვნენ უფრო ინტელექტუალი ადამიანები და იყვნენ უფრო განათლებული ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ ესე ვთქვათ, შემოქმედებით შიმშილი, რომელსაც უნდოდა თუნდაც თანამედროვე საქართველოზე რაღაც ცოდნოდათ იმ წიგნიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, მე არ ვუარყოფ, რომ ესეთი კატეგორია არსებობს. უბრალოდ მე არ შევხვედრივარ, ეხლა ვისაც არ შევხვედრივ ვარ, გასაგებია, ჯერ ვერ გავაკეთე. თუ აპირებ ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას, ჯერ დრო წინ გაქვს, მე 9 წელიწადია ამ თემით ვარ დაინტერესებული და ამიტომაც მე ყველა კატეგორიის ემიგრანტი მინახავს და ამიტომაც მე ცალსახად ემიგრაციას ვერ მოვიაზრებ, ისევე როგორც არ მოვიაზრებ ქართულ პოლიტიკურ იშტაბილიზმს ან იგივე თქვათ ოპოზიციას ერთ სახეობად ამიტომ განსხვავებებს ვაკეთებ ხოლმე. ხა მე რამდენადაც ვიცი მათყობინებენ რომ ჩვენ Skype-ით ჩართვა შეგვიძლია განვახორციელოთ როგორც ხვდები შვედეთიდან უნდა იყოს თუ არ ვწდები, მაგრამ იმედია თვითონ დაასახელებს თუ მაჩვენებთ ეკრანზე კარგი იქნება. და ამის შემდგომ მე მინდა შენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ თემას წეგან რაც თქვი, რომ ვიცი რომ სათვისტომოები
ჩემს წიგნის პრეზენტაციას არ უზრუნველყოფდნენ და ორგანიზაციას ესეთი მაგარი სკოლა გამატარა, რომ იქ ყველაფერს უკვე ისე უყურებდი. სწორედ ის ადამიანები არიან, როცა სიუჟეტებში აჩვენებენ, როგორ ხვდებიან სააკაშვილს. ხო, ნუ ეს მაშინ გამოდის, რომ ეს არის არასათვის ტომო, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, რომელიც აერთიანებს ქართველ ემიგრანტებს. არ არის, არამედ ეს არის ქართული ხელისუფლების ერთ-ერთი დანამატი, რომელიც ორგანიზაციის რაღაც უძნება ხოლმე ამის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ისეთი სათვისტომოებიც მინახავს, როგორც ევროპაში, ამერიკაში, თუნდაც სადაც არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ვირტუალურ დონეზე, რომლებიც მართლა დამოუკიდებლად შეიქმნა და არ აქვთ, ვთქვათ, ეს რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, ეკოლოგიური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მე საბერძნეთიდან არაერთხელ მითხრეს ამის შესახებ, რომ არ უწყობენ ხელს საელჩოები, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი. ერთ ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი. მე ვიცოდი, რომ საქართველოში გამოდიოდა უბრალოდ საბერძნეთში ქართულ ბერძნული გაზეთი. და ამ ქართულ ბერძნულ გაზეთში, სადაც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი და ჯგუფელი მუშაობს, ბუნებრივია წასვლის წინ გადავწყვიტე, რომ პატარა ანონსი გაგვეკეთებინა და წერილი შესახებ გვეცნობებინა, წიგნის შესახებ გვეცნობებინა. აი მე მოგყვება. დიახ, გესმით ჩვენი? გამარჯობათ, კი. გამარჯობათ. ეკრანზე. ცოტა მოგვიანებით შემოვედი. თავიდან თქვენი საუბრისთვის არ მომისმენია და ქალბატონ ელგას მინდა ვკითხო. თუ რამდენი ხანი იყო ის ევროპაში? ერთი თვე. საფრანგეთში თუ სადღაც? საბერძნეთში იყო ერთი თვის განმავლობაში. ქალბატონო ელგა, შეიძლება ბევრ რამეში დაგეთანხმოთ, მაგრამ ბევრ რამეში არ დაგეთანხმოთ. აქაურ ცხოვრებას რომ გაუგოთ, მართლაც წლები ჭირდება. თქვენ რომ ეხლა ამბობთ, რომ თავის თავს არ უვლიან, ეს გასაგები არის. ისიც თქვით, რომ ადგილობრივ ხალხს არ ეკონტაქტებიან, მათ ენას არ სწავლობენ, არ შედიან ინტეგრაციაში და ასე შემდეგ. იცით, მე 10 წელიწადია აქ რომ ვარ. ჩამოსვლამდე ვიცოდი ამ ქვეყნის ენა. და ვცდილობდი, რომ ბევრი ნაცნობი და მეგობარი გამეჩინა ამ ქვეყნის საზოგადოებაში. მაგრამ რა არის, იცით? გამარჯობა, გაგიმარჯოს იქით და თუ რა მას არ აინტერესებს, იმის იქით ახლოს ის შენ არ გიშვებს. შენ მისთვის არ ახარ, იცით? აი სულყოფილი პლანეტის მოქალაქე. ასე რომ ეს მე გეუბნები 10 წლის გამოცდილებით. ყველანაირ კატეგორიასთან ქონია აქაური საზოგადოების ყოველ ფენასთან მოკლეხნით რაღაც საქმე, ვიღაც ის აზრები, ვიღაც ის პიროვნება მომწონებია, მდომებია რომ დამეგობრებოდი, დავახლოებოდი, მაგრამ მას ჩემთვის არ დაუთია ნება იმ ზღურბლის გადალახვისა. დიახ, და ჩემდაირმა ხალხმა რა უნდა ქრეს? ისი არის ის გატანჯული ქართველი ხალი თუ ქართველი კაცი, ჩვენ აქ ყველა არა ვართ ქურდები, არა ვართ ყაჩაღები, ისე ვცხოვრობთ, როგორც დღეს ჩემი გატანჯული სამშობლო და ჩემი გატანჯული ხალხი და ერი. იცით რას გეტყვით? უარესად მე თქვენზე უარესის თქვა შემიძლია აქაურ ქართველებზე. ეს უარესი მინახავს და გამიგია და მომისმენია და შევსრები ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაც აქვს მიზეზი. სანამ ის მიზეზი არ მოიფხრება და სანამ ის მიზეზი არ მოიძირკვება ძირიდან, მანამ ასე იქნება ღმერთმა უხრეს, რომ უარესი იქნეს. ბატონო ჩემო, თუ კი ესეთი სიტუაცია სწორედ მაგას ვამბობ, რომ ისედაც რთული არის ემიგრანტის ყოფა და ჩვენ უბრალოდ აღარ უნდა დავიმცეთ, სწორედ მაგას მოგახსენებდით. რა არის, იცით, აქ ჩამოსული ქართველი 2-3 წელიწადში თავის ეროვნულ უმეტეს ბევრზე არ მაქვს საუბარი, რაღაც ნაწილი კარგავს. იცით რა არის, ბავშვებს ზრდიან და მეუბნებიან, ვაიმე იცით, ჩემი ბავშვი ქართულად ვეღარ ლაპარაკობს და ამას მახარებს, რომ 60 წელიწადში ხდება ხოლმე ისე სისხლი ჩამექცა. ასეთი რაღაცებიც ხდება. თუ შეიძლება მეც მინდა დაგიშვათ კითხვა, როგორც მივხვდი შვედეთიდან რეკავთ. ბატონო?
როგორც მივხვდი შვედეთიდან რეკავთ და სიტუაციის ახსნით მივხვდი, ასე ვთქვათ. თუმცა თქვენი ხმა დღეს პირველად მესმის. მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უცხოეთში მცხოვრები გარკვეული დროის მანძილზე ცდილობს ჩაკეტვას საკუთარ ნაჭუჭში და უარყოფს ყველაფერს ადგილობრივს და მხოლოდ ეძებს ქართულს. და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ის მიხვდება, რომ უკან წამსვლელი ჯერჯერობით არ არის და იძულებულია შეეგუოს იმ სიტუაციას და ადაპტაცია გაიაროს, მხოლოდ შემდეგ იწყებს ენის სწავლასაც და გათვითცნობიერებასაც. მე ასეთი არაერთი ფაქტი მინახავს და სხვათა შორის საფრანგეთში მქონდა შემთხვევა, რომ 2 წლის ჩასული მეგობარი, როცა მასპინძლობდა, მე აღმოჩნდა, რომ მე უფრო კარგად ვიცოდი ფრანგული, თუმცა მე სწორედ მისი წასulis შემდგომ დავინტერესდი ამენით, რადგან მივხვდი, რომ საფრანგეთში ინგლისურად არავინ მელაპარაკებოდა მაღაზიებში და კაფეებშიც კი. და იძულებული გავხდი, რომ ფრანგული სწავლა დამეწყო და უთხარი კიდეც, რომ ამ 2 წლის განმავლობაში აქ ახარ, მე იქ ვისწავლე, შენ აქ როგორ ვერ ისწავლე მეთქი, ხო იცი, რომ პირველი რაც აუცილებელია ეს არის ენის ცოდნა, მაგრამ თქვენ პირიქით, მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ფილოლოგი, გერმანული სპეციალისტი, მაგრამ ვერ მოახერხეთ, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც 10 წელია ცხოვრობთ, თქვენ თანაბარ პირობებში იყოთ იქაურ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუნდაც თქვენი ცოდნით და მე მახსოვს თქვენ მომწერეთ, რომ უკვე ენას საქართველოში ყველა ახერხებს, რომ პარიტეტზე იდგეს, აქ ყველანი თანასწორებია, აქ არავინ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ურთიერთობაში ზღურს იქით არ გატარებენ. მე ისიც თქმა მინდა, იქნებ ეს ქვეყნის და მენტალიტეტის საკითხიც არის თვითონ იმ ქვეყნებში, სადაც თქვენი მყოფები ადამიანის შინაგანი თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს თვითონ ის ადამიანი. შეიძლება იყოს მონა, მაგრამ შინაგანად იყო თავისუფალი, შეიძლება იყო მინისტრი, მაგრამ შინაგანად იყო მონა. და რაც შეეხება იმას, რომ ეხლა ვიღაცა რაღაცა ნაბიჯს არ გადგმევინებს ურთიერთობაში, ბატონო ჩემო, ჩამოგზანდით საქართველოში და იმდენს ნახავთ ეგეთ, იმდენი ჩინური კედელი დაგხვდება და იმდენი ბერლინის კედელი გახდება დასამდრელი ურთიერთობაში. ქალბატონო, მე 2 ღამეს საკუთარ სასტუმარზე რო არ მეძინა მესამე ღამეს ვეღარ ვიძინებდი, საკუთარი სასტუმარი მენატრებოდა. მე რომ აქ წამოვედი, მაიძულეს, ვინ რაქნა იმის გულისთვის, ჩემმა თანამემამულეებმა, მე და ჩემი სტანები რო არ წამოსულიყო. თქვენ მე ვერ აგიხსნით საკუთარ თავზე ლაპარაკი, არ მიმაჩნია ნორმალურ საქმეთ, მაგრამ იცით როგორ ცხოვრობ, აი თუნდაც ღამე როგორ მძინავს, დღე რო ავდგები, დილით რო ავდგები ფანჯრით და რო გადავიხედავ რამე ლანდება, ჩამოვალ, კი ბატონო. და თქვენ რატო გონიათ, რომ ემიგრანტები ხართ მაგრამ ესეთ ყოფაში? წეგან ჩემმა მეგობარმა სტატუსზე დამიწერა, რომ აი მე მანდ დაბრუნება ყოველთვის მინდაო და მე თქვენ რასაც შენ მანდში გულისხმობ, ანუ იქ მან დაბრუნება ჩვენც გვინდა. თქვენ რო საქართველოს გენატრებათ, ის საქართველოს ჩვენც გვენატრება ხალხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თქვენ ამბობთ როგორ იძინებ და როგორ იყუზებ. თქვენ ხო არ იცით მე ამ სტუდიაში მოსვლამდე როგორ მოვედი და ამ სტუდიიდან როგორ უნდა წავიდე. აი ერთი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომელმაც მითხრა ფანტასტიკური ფრაზა და აი ჩემთვის გახდა ეს ცხოვრების სლოგანი. ქართველებს გვაქვს ესეთი ამანტყოფობა. მუდმივად უწუწუნებთ იმაზე, რა გვინდა რომ გქონდეს და რა არა გვაქვს. ამასობაში გადის ცხოვრება და ვერ ვაცნობიერებ და ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არ შეიძლება მუდმივად იმაზე ვიდაოდოთ, რა გვინდა და რა არა. 6-7 წელიწადი საკუთარი სახლის კარები არ შემიღია, ვერ შევაღე. რაღაც მიზეზების გამო. და რა არის იცით, ამ წუთში ვიცი ეს არ არის ჩემი ქმედებაც თითქოს და გამართლებული, მაგრამ საქართველოში ვიყო და საქართველოში არ ვიყო, მე ამას ვერ ავიტანდი. აი ხო ხედავთ, თქვენ თვითონ ამბობთ, სწორედ მაგას ვამბობ, ის საქართველო, რომელიც ემიგრანტებს ენატრებათ, ჩვენც გვენატრება. მე პირადად მენატრებ. ჩვენ გძნობთ თავს იმას გულისხმობ, რასაც ასე თუ ისე აქ ყოფნაში, ნუ პირად რამეს თუ ვერ წავეწიე და რამე ვერ გავიჩალიჩე და ვერ გავახერხე, ნაბიჯ რაღაც სარეველებს მაინც ვცდილობ, რომ სარეველები მომთხარო, თუნდაც ის რომ საქართველოში
რო აუხსნა ამ ხალხს არასდროს არ ყოფილა ეგრეთ წოდებული დასაწლავი სამხრეთ ოსეთი, იქ იყო სულ მუდამ შიდა ქართლი, რომ დავით სოსლანი არ ყოფილა სამხრეთ ოსეთელი პრინცი, რომ ქართველი ხალხი არ განეკუთვნება სომხურ ეთნოს, რასაც ჩვენი მაღალი ამბობს, ასეთ ამას რო უხსნი ამ ხალხს ის რომ აფხაზი მე ვარ დასავლეთ საქართველოს მკვიდრი და ის ვინც დღეს აფხაზობას იჩემებს და ჩემს მიწას საცხოვრის მართლებს ის არის ჩამოსული ის რომ ტაოკლარჯეთი ის რომ სამცხე ჯავახეთი 100 მეტრის და 200 მეტრის და 1 კილომეტრის სიღრმეში რომ ქართული არის ის მიწა ასეთ რამებს რო უხსნით და ვაცნობიერებთ საზოგადოებაში მაინც შეგვაქვს აი რაღაც აი გაცნობიერება აქავის საზოგადოება ნაკლებად დაინტერესებული არის ჩვენი ქართველების ბედით იქ რუსეთი წელიწადში 9 ჯერ ჩამოაგდებს ბომბს თუ 7 ჯერ შემოვა გამონახავს საზღვარს ეს ამაზე არ მოქმედებს იცით სხვა და რატო უნდა იმოქმედოს მაგაზე რა ავალდებული არის ევროპის ნებისმიერი ქვეყანა რომ ნებისმიერი ემიგრანტის ქვეყნის ისტორია იცოდეს აი მაგას ვამბობ ჩვენ სადაც მივდივართ ყველგან გვინდა ეს ჩვენი ქართულის დანერგვა და საქართველოში ვეღარ ვიღარ ჩვენ უფრო მეტად იქით გადაგვარება გვიწევს ხოლმე ელგა თუმცა ძალიან კარგია რომ ჩვენი ქართველები ცდილობენ ის პატარა საქართველოს შექმნან იქა რომელიც ბევრ უცხოელს შეაყვარეს სხვათა შორის ჩვენ სამწუხაროდ თემა მაგრამ არ აინტერესებს რატო უნდა აინტერესებდეთ ჩვენებს სამწუხაროა რომ თქვენ გვიან ჩაერთეთ კარგი იქნებოდა ცოტა ადრე რო ყოფილიყავით ჩვენთან ერთად უფრო მეტი დისკუსია გამოგვივიდა და აი ხა საბერძნეთიდან თხოვენ რომ წავიკითხო ეს წერილი და ამიტომ აუცილებლად უნდა წავიკითხო სიმართლე უნდა ითქვასო და საბერძნეთში არ დაგავიწყდეთ რომ ეკოემიგრანტები არიან წასულები და მათი უმრავლესობა ქართულ ეკლესიაშიც კი არ არის ნამყოფი სათაფლია არ უნახავს და საქართველოს არც ერთი ისტორიული თუ ეთნოგრაფიული მუზეუმი არ უნახავთ. ასეთ ხალხს ნუ მოთხოვთ რომ აკროპოლისი ნახოსო. მე საბერძნეთში დავასრულებ. არაფერს არ ვთხოვ გადაცემის მინდა რომ ეს ასეთი ხალხი არაფერს არ ვთხოვ. არავის არ უკითხავ მორალს. მით უფრო არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ვინმე ჭკუა დავარიკო. ვამბობ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. ხალხნო ძალიან მძიმეა ემიგრანტის ყოფა. ჩემთვის ეს არის მეტნაკლებად გასაგები, იმიტომ რომ თავად ემიგრანტი ჯერჯერობით არ ვარ, მაგრამ ვამბობ აი ძალიან მარტივ და გასაგებ რამეს. თუ მაინც და მაინც ამ ყოფაში უნდა იყოთ, მაშინ ეს გარდაუვალია. მე გიხსნით რომ საბერძნეთში ბერძნები თუ გძულს ეს არ ნიშნავს რომ საქართველოს სიყვარულს ამით ადასტურებთ. თუ იქ არის აკროპოლი რაღაც გიჟივით ახირებად გამომივიდა, მაგრამ 10 წელი რო ქალაქში ცხოვრობდა, იმ ქალაქიდან მე აქ აგზავნი ფულს. კი შრომობ, მაგრამ იმით ხო ოჯახს იმერსაც უნდა სცე პატივი. და რაც ყველაზე სადაც ახალი იქაური კუდი უნდა დაიხურო ეს ანუ პატრიოტიზმი არ არის მაზოხიზმი. აი ეს არის ჩემი ფორმულა, რომელიც მე საბერძნეთიდან ჩამოვიდა. აი ის ბერძენი, ის შვედი, ის ავსტრიელი არის თვითონ არის კარჩაკეტილი. როდესაც აი შვილს დედასთან უნდა მისვლა და დედა შვილთან და დაურეკავს შვილო მოვიდე ან დედა მოვიდე, ეს როგორი საზოგადოება? მე ნამდვილად არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ინტეგრირება. ისე მე თუ გითხავთ, იცით, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ დღე დაგეგმილი მაქვს საათების და წუთების მიხედვით და ისეთი დიდი ხავის სტუმარი მომდის ხოლმე რომ უხერხო მდგომარეობაში ვარდები. რაღაცა იქნება ამაშიც იყოს დადებული ცხოვრება? არა, მთელი ცხოვრება როგორ აი ხა სამსახურში ვარ წამოსული და პენსიაში გავა და ესენი უკრავენ თავს ემაში რა ქვიან მოხუცთა სახლში არ და შვილი რო შეშე არა, მაგიტომ ამბობ, რაც კარგია ის გადმოვიღოთ. ამ კურს რო ამოკრავს და შვილის მაგივად ძაღლს და კატას დაიყენებს. მე როგორ უნდა მიშევიდე ამ საზოგადოებაში ინტეგრაციაში? და მაშინ ნუ ხართ მაგ საზოგადოებაში. მაშინ მით უმეტეს გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, იმისი ატარება, რასაც ვერ. როდესაც 17 წლის ადამიანს მაშინ უნდა ზუსტად მშობელი ხავარძლად რო ის ცხოვრებაში დამოუკიდებელ სვლას იწყებს და ესენი გამოაგდებენ და ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში.
მე ეს ახალგაზრდა ხდება ნარკომანი, ლოთი, მეძავი. და ეხლა რა ვქნათ ბატონო ჩემო, შვედებმა გადმოიღონ ქართული ცხოვრების წესი თუ აი რას თავალ? არა. ჩახვედით ისინი ხარ ჩამოსულანა. მე ხალბატონო რო ჩამოვედი ხო? რაც შემეძრო, ვიც გავიცანი. 10 ჯერ, 20 ჯერ დავპატიჟე ჩემთან სახლში, რომ აი ვესაუბრა ლიტერატურაზე, იგივე სტეფან ცვაიგზე, იგივე გოეთეზე, ამ საზოგადოების 14%-მა ერთ კიონიკი არიცის საუბერბერგი არიცის საკუთარი მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება აქვს. ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ამის შესახებ საუბარი 20 ჯერ, 30 ჯერ დავპატიჟე და ერთხელ არ მოსვლია აზრად, რომ მივეპატიჟებინე სახლში. მოგდასწრა ერთ ოჯახში შემთხვევით მოხდით და მეკითხება, ყალა მოგიტანო? ხო, იმიტომ რომ თუ არ გნებავთ ის ტყილა არ მოადუღებს. ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ არ შევეკითხები, თუ არის მოგიტანო, ხაჭაპური. თქვენ სხვა მენტალიტეტი გაქვთ, ოდითგანვე და რა თქმა უნდა, იმათ სხვა აქვს, სამწუხაროდ, აი რაც ცუდი აქვს ევროპას და ამერიკას, სწორედ იმის განმავლობაში საქართველოს. მე ნამდვილად მოვალე ვარ დავიხურო ამ ქვეყნის ქუდი. მაგალითად, მე სახლში მომიწვევია არაბი, მომიწვევია რუმინელი, მომიწვევია ჩვენი ძმები ჩეჩნები, იგივე რუსები, სერბი და გასაგებია თქვენი პოზიცია ძალიან დიდი ბოდიში. ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი ბოდიშით გადაცემა დასრულდა, ამიტომ უნდა დავამთავრო გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამოხმაურებისათვის. იმედი მაქვს სხვა დროს უფრო ადრე ჩაგვერთვებით და მეტი დრო გექნებათ თქვენი პოზიციის გამოსახატავად. ელგა სამწუხაროდ პირველი გადაცემისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ემიგრაციის თემაზე საუბარს სხვა დროსაც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მე ძალიან მაინტერესებს ყველაფერი ის როგორ აღიქვიშენ ეს პრობლემა და ბევრი რამ მსგავსება დაინახეთ ჩემს პოზიციასა და შენს პოზიციას შორის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც პირველი გადადგმული ნაბიჯია და შემდგომ შეიძლება უფრო სხვა თვალითაც შეხედო ამ პრობლემებს. მე ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილება მაძლევს უფლებას თქვა, რომ არაერთგვაროვანია ემიგრაცია და ამდენად მე ვითვალისწინებ ყველას მდგომარეობას. თორემ მე გამოცდილება საბერძნეთში ალბათ ესეც გეტყობდნენ, მაგრამ ვერ მოვასწრეთ ამაზე ლაპარაკი. ბევრი ქართველი მინახავს, რომელიც თვითონ ჩაგრავს ქართველს და ამის შესახებ ჩვენ არ არსებობს რაღაცა კონკრეტული კატეგორიები. მე როგორც მხოლოდ პირველად წასულს და მხოლოდ ერთი თვით წასულს, შემიძლია კიდევ ერთხელ ერთი მარტივი სლოგანი თქვა. მაზოხიზმი არ არის პატრიოტიზმი. შეიძლება საკუთარი თავიც გიყვარდეს და შენი სამშობლოს. შეიძლება სახლზეც იზრუნო და საკუთარ თავზეც. ელემენტარულად პატივისცე შენ შრომას. როცა შენ შრომას პატივს მთელი გარემო უცხოური იქნება თუ შენი, ასევე სცემს პატივს და ემიგრანტებს რაც შეეხება, ეს არის საქართველოს ტკივილი და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მათგანის პრობლემა, ეს არ არის ვიწრო, ოჯახური, ლოკალური პრობლემა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და მიზე შედეგობრივ კავშირს, როგორც კი ეს ხალხი გააცნობიერებს, მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემას ნელ-ნელა მოიხსნა. გაცილებით გაუადვილდებათ. რასაკვირველი. დიდი მადლობა. მე მსმენელებს შევახსენებ, რომ 105-სა და 0-ზე და ინტერნეტ მაუწყებლობით მისამართზე ობიექტივი წერტილი.net ეთერშია გადაცემა ქართული პოლიტიკა და ემიგრაცია. მე ჟურნალისტი ნინო ცხოიძე გახლავთ. პირველი საათისთვის ჩემი სტუმარი იყო ჩემი კოლეგა ელგა ფოლადაშვილი. ეხლა ჩვენ რამდენიმე წუთით შევისვენებთ და გავაგრძელებთ საუბარს უკვე შედარებით ნაკლებად ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად. დარჩით ჩვენთან. მადლობთ.